მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გაგაცნობ დედამიწის ყველაზე საშიში, ყველაზე მისტიურ, ყველაზე უცნაურ ადგილებს, რომლებიც მეცნიერებსაც კი გაუქცევაში აგდებენ. მოდი გავეცნოთ 5 ადგილს, რომელზეც წასვლაზეც ადამიანმა არასოდეს არ უნდა იოცნებოს. კარსტული ხვრელები. ზოგჯერ მიწა ისე მოულოდნელად იხსნება, თითქოს რაღაც უზარმაზარი ძალა ქვემოდან ამოძრავებს. ესაა კარსტული ხვრელები. ორმოები, რომლებიც რამდენიმე წამში ჩნდება და მთელ ქუჩებს ყლაპავს. ყველაზე ცნობილი შემთხვევა 2013 წელს მოხდა, როცა ფლორიდაში მძინარი ადამიანს სახლის იატაკი გაეხსნა და პირდაპირ მიწაში ჩავარდა. მისი სხეული ვერსად იპოვეს. ზოგიერთი ნახურეთი 100 მეტრზე ღრმა და 200 მეტრამდე სიგანის. დოუერის ბნელი ტყე. ინდოეთში, ჯაიპურის მახლობლად მდებარეობს ადგილი, რომელსაც ადგილობრივები დოუერის ტყეს, დაკარგულ სულთა ტყეს ეძახიან. აქ უამრავი იდუმალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ხალხი გზაზე მიდიოდა და უკვალოდ ქრებოდა. ზოგიერთმა მგზავრმა განაცხადა, რომ ტყეში თეთრი ჩრდილები დაინახეს, რომლებიც თითქოს მიჰყვებოდნენ. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ხშირია შემთხვევა, როცა მოტოციკლისტები ამ გზაზე ისე დარბიან, თითქოს რაღაც უხილავი ძალა ბორბალს აჩერებს. მეცნიერები ვერ პოულობენ ახსნას. ტყეს უბრალოდ უცნაურ ენერგეტიკულ ზონას უწოდებენ. თურქმენეთის ჯოჯოხეთის კარი. 50 წელია ვერ აქრობენ. კარაკუმის უდაბნოში მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ობიექტი დედამიწაზე, დარვაზას კრატერი, რომელსაც ხალხი ჯოჯოხეთის კარებს ეძახის. 1971 წელს გაზის ბურღვისას მიწა ჩავარდა და გაჩნდა უზარმაზარი ორმო. მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაზი რომ არ გავრცელებულიყო, ცეცხლი წაეკიდებინათ, ეგონათ 2-3 დღეში ჩაქრებოდა. დღემდე გიზგიზებს, 50 წელზე მეტია. ცეცხლის სილამაზე შორიდან შეიძლება ლამაზად მოგეჩვენოთ, მაგრამ ორმოს კედლები იმდენად მყიფეა, რომ მასთან მიახლოებაც კი თვითმკვლელობას უდრის. იაპონიის ბჟამის ტბა, წყალი რომელიც ხმებს გამოსცემს. იაპონიაში არის ტბა, რომელსაც ბჟამის ტბას ეძახიან. ტბა უცნაურ ბგერებს გამოსცემს, ბუშტუკების ბგერებით დაწყებული, ბოხი ხმაურით დამთავრებული. ზოგჯერ წყალი იწყებს დაგუგუნებას, თითქოს რაღაც უზარმაზარი მოძრაობს მის ქვეშ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტბაში დამალული სულები ცხოვრობენ. მეცნიერები კი მხოლოდ ვარაუდობენ, რომ ხმები მიწის ქვეშა გაზების გამო ჩნდება, მაგრამ რეალური მიზეზი დღემდე უცნობია. ელექტრონული მკვდარი ზონა. ადგილი, სადაც ტექნიკა მუშაობას წყვეტს. მსოფლიოში რამდენიმე ელექტრონული მკვდარი ზონა არსებობს. ტერიტორიები, სადაც ტელეფონები, კომპასები, საათები და მანქანის ელექტრონიკა ერთდროულად ითიშება. ყველაზე ცნობილი ადგილი არის მთებში, ნევადაში, სადაც პილოტებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ თვითმფრინავის მოწყობილობები უეცად გაგიჟდა. GPS-ი აღარ მუშაობდა, კომპასი ტრიალებდა და კავშირი გაწყდა. მეცნიერები დარწმუნებულნი არ არიან რა ხდება. ზოგი ვარაუდობს, რომ მაგნიტურ ანომალიასთან არის საქმე, ზოგი მიწის ქვეშა მეტალს აბრალებს, ზოგი კი რაღაც ბევრად უფრო დიდ ძალას უკავშირებს. და ბოლოს, თხოვნა მექნება, რომ თუ ოდნავ მაინც მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და გაუზიარე მეგობრებს, რადგან არ გამოგჩეთ მორიგი საინტერესო ვიდეოები.